რეგიონის განვითარება და ახალგაზრდების როლი თემაზე სასტუმრო ოაზისში დღეს ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნა. შეხვედრის მონაწილეები ახალგაზრდებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე რეგიონის განვითარებაში ახალგაზრდების როლზე მსჯელობენ. ფორუმის მონაწილეები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ პროექტებსაც გაიცნობენ. ახალგაზრდები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ინფორმაციის ნაკლებობაა, რაც მათი პასიურობის მიზეზია. პრობლემის გადასაჭრელად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მოხალისეთა ბაზების შექმნას გეგმავს, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტიდან მინიმუმ 2 პირის ჩართვასა და ახალგაზრდების ინფორმირებულობას გულისხმობს. ახალგაზრდული ფორუმი 3 დღიანია. მომდევნო დღეების განმავლობაში მონაწილეები სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წევრებსაც მოусმენენ. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ახალგაზრდების განვითარებისა და ხელშეწყობისთვის წელს 356,000 ლარი აქვს გამოყოფილი. თავარი პრობლემა ახალგაზრდებისა, მე ვფიქრობ, დღევანდელ დღეს არის მათი ნაკლებად ჩართულობა სხვადასხვა აქტივობებში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამისათვის შერჩეული 60 ახალგაზრდა, რომელიც ეხლა ფორუმზე იმყოფება, უნდა გააქტიურდეს და მეტად უნდა მიცეს მოტივაცია სხვა ახალგაზრდებს ჩვენს ქალაქში და გამოცოცხლდეს ჩვენი ქალაქი ახალგაზრდული ჩართულობით და სხვადასხვა აქტიური მონაწილეობით საზოგადოებაში. ჩვენ მოსვლის დღიდანვე ამ პრობლემას ბრძოლა დავიწყე და დღეს უკვე სახეზე გვაქვს შედეგი. თქო გამოსწორებული ბუნებრივი არება და ძალიან ბევრი რამე გამოსწორდა თვითონ ახალგაზრდების ამჩნევენ ამ ყველაფერს და ჩვენ საერთოდ ვაპირებთ არაფორმალურ განათლების კუთხით ბევრი ტრეინინგი ჩავატაროთ და ღონისძიებიც ამ კუთხით გავმართოთ. ინფორმაცია ჩვენი პროექტების რეგიონში გაშუქდეს და გავიდეს რეგიონის ფარგლებში. როგორც მოგეხსენებათ, ცდომა ინტერნეტთან რეგიონებში ძალიან ცუდად არის და ჩვენ შევძელით ის პირობა შევქმნით ახალგაზრდებს რეგიონებში, შევქმნით ბაზები, ეხლა ვაკეთებთ მოხალისეობის პროგრამას, რომელშიც ჩართული იქნება თითო მუნიციპალიტეტიდან მინიმუმ 2 წარმომადგენელი და ეს ხელს შეუწყობს თითოეული მათგანის ინფორმირებას.